საათზე. ლონდონის ოლიმპიადა და ქართველები 30,000 სპორტულ ასპარეზობაზე რა ხდებოდა ნისლიან ალბიონზე მაშინ, როდესაც ლაშა შავდა-თუკაშვილმა პირველი ოქროს медаლი მიიღო. საქართველოს ჰიმნი დარბაზში, დროშები ტრიბუნებზე, ცრემლები გასახდელში და ენით აღუწერელი ემოციები ქართველი სპორტსმენის მშობლიურ სოფელ კარალეთში. ლაშა შავდა-თუკაშვილის მიერ მოპოვებული ოქროს медаლის შემდეგ საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილე 200-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე გავიდა. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდა-თუაშვილმა უმაღლესი სპორტული ჯილდო მოიგო. ლონდონის ოლიმპიადაზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ზედიზედ 5 ბრძოლა მოიგო და ექსელ არენაზე ქართული ჰიმნი აჟღერდა. შავდა-თუაშვილმა ურთულესი ბარიერი ნახევარ ფინალში გადალახა. იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმას 2 წუთში სუფთაგდება შეუსრულა და ფინალში გავიდა. საჩემპიონო ბრძოლაში ქართველი ფალავანი 11 წლით უფროს უნგრელ სპორტსმენ მიკლოშ უნგვარს დაუპირისპირდა, რომელიც ქულებით დაამარცხა. როცა ლონდონის ექსელ არენაზე შავდა-თუაშვილი უნგრელს ოქროს медლისთვის ეჭიდავებოდა, მისი მშობლიური კარალეთის მოსახლეობა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. ოჯახის წევრები და ახლობლები შავდა-თუაშვილის სახლში შეიკრიბნენ და ფალავანს მხურვალედ კომაგობდნენ. წყინვალე გამარჯვებით 20 წლის სპორტსმენმა საქართველოსთან ერთად განსაკუთრებით მშობლიური სოფელი გაახარა. გორის რაიონს ახალი გმირი ყავს. ძალიან მაგარი ბიჭი ყოლია უბანში, რავი, აი სასწაული მოხდა მართლა რა. სიღარიბეში წვალებით ნადიმით მოვიდა და მიაღწია თავის წარმატებას. გახარებულები ვართ პირველ რიგში, მეტი რაღაცა წვალება დაფასდა ბოლომდე. მე უთხარი რომ მოიგებ ეს შეარაქნა თითიმეთქი, მიყავი იქიდან და მამას ესწრებენ. დილიდან ლოცულობ, დილით გორიჯვარში ვიყავით. სანთლები ავანდეთ და მე მთელი დღე დედის ლოცებს ლოცულობ. რო იშრომებ და შენი შრომით რაღაცას იმას ღმერთი აუცილებლად დაგიფასებს ამ შრომას. სოფელში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ლაშა შავდა-თუაშვილის გამარჯვება მისი შრომის მოყვარეობის დამსახურებაა. კარალეთში იხსენებენ, რომ ის ჭეშმარიტი სპორტსმენია. ამ ბავშვმა დაამტკიცა თავისი შრომი, თავისი უფლის მოყვარეობის ტიქაროსანი ბიჭია და თავისი წესიერი ცხოვრებით და ესეთი შრომი დაამტკიცა, რომ არის უძლიერესი მსოფლიოში. ბავშვობიდან იყო ძალიან მშრომელი, ძალიან წესიერი ბიჭი, რომელმაც აი სპორტის გარდა ყველაფერი გადადო, ძალიან მაგრად მოემზადა, მოიწადინა ყველაფერი და ჩადო სპორტში ყველაფერი და შედეგიც დავინახეთ დღეს რაც გააკეთა. შავდა-თუაშვილის ოქროს медаლი საქართველოსთვის ოლიმპიადაზე პირველია. ლონდონურ ტატამზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ტრენაჟერების ნაცვლად გაზის ავზე უმძიმესი სოციალური პირობები და ცხოვრება სოფელში, სადაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ რუსული ტყვეები ზუზუნებდა. ვინ არის ლაშა შავდა-თუაშვილი? ოქროს მედალოსანი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც გამარჯვების უმძიმესი გზა გაიარა. არ ქონდა პირობები, როდესაც ვარჯიშობდა მის სოფელში, რუსული ჯარის შევიდა და ერთადერთი რისი წამოღებაც სახლიდან მოასწრო ხატები იყო. სურაბ-ხვისტანი დღეს სოფელ კარალეთში ჩავიდა და ქართველი სპორტსმენის ქართული ცხოვრების შესახებ გიამბობთ, რომელიც ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ უკვე სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ახლა გორში კომბინატის დასახლებაში იმ დარბაზთან ვიმყოფებით, სადაც ლაშა შავდა-თუაშვილი უკვე მრავალი წელია ვარჯიშობს. აქ წესით ჩვენ მისი აღმზრდელი მწვრთნელი ბატონი აზორი უნდა დაგხვდეს. ბატონო აზორი, უკვე მეორე ოლიმპიური ჩემპიონი გყავთ ხო დარბაზში? დარბაზში თუ ჩავთვლით შოთა ჩოჩვილის გორის სკოლაში უკვე მეორე ოლიმპიური ჩემპიონია. ლონდონის ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი წლების განმავლობაში სწორედ ამ დარბაზში ვარჯიშობდა. ახლა მისით მთელი საქართველო და ბუნებრივია პირველ რიგში აღმზრდელი მწვრთნელი ანზორ თენაძე ამაყობს. დარბაზში უახლოეს დღეებში მიუნხენის ოლიმპიადის გამარჯვებული შოთა ჩოჩიშვილისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გურამ პაპიტაშვილის ფოტოების გვერდით ლაშა შავდა-თუაშვილის სურათიც აღიმართება. ესეთი მომენტი არის, რომ განსაზღვრელი სიხარული არის და გახარებული ვარ მე მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები და მთელი საქართველო
გძნობ და ხედავ რომ ძლიერი გახარებული არის ამ წარმატებით. სად უყურეთ ლაშას გამოსვლას და როგორი იყო შეგრძნება? მე ვიყოფოდი ჩემ სპორტსმენებთან ერთად დუშეთში ოლიმპიურ მზადების ცენტრში, სადაც ახალგაზრდები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის და მათთან ერთად უყურებდი და ერთად გავიზიარეთ ეს სიხარული. გორის ძიუდოს დარბაზში და მის გარეთაც ახლა მთავარი თემა შავდათუაშვილის ჩემპიონობა. კარალეთელმა ფალავანმა პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება სპორტული კარიერის დასაწყისშივე მოიპოვა. ამიტომ ლაშას ჩემპიონობა ყველა მისი თანაგუნდელისთვის დამატებით სტიმულად იქცა. რასაც ვარჯიშობდი გავორმაგე ფორეშებს და მეც შევეცდები რომ ლაშას შედეგი გავიმეორო. თქმა უნდა ძალიან გამიხარდა ჩემი ძმაკაცი ერთად ვარჯიშობთ, ერთად გავიზარდეთ და უცბად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძალიან გამიხარდა, რავი, ეხლა ვერ ახსოვს ჩემს სიხარულს. გორის ძიუდოს დარბაზიდან ქრონიკის გადამღები ჯგუფი ლაშა შავდათუაშვილის მშობლიურ კარალეთში გაემგზავრა. ახლად გამომცხვარი ოლიმპიური ჩემპიონის სახლის პოვნა გასაგები მიზეზების გამო ძალიან ადვილი აღმოჩნდა. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც ოჯახის წევრები და ახლობლები დღესაც ტელევიზორს არიან მიჯაჭული და ლონდონიდან ქვეყნის მთავარი გმირის შესახებ სიახლეებს ელიან. 4 წლეულის მთავარი სპორტული შეჯიბრის ტრიუმფატორის დედა კი, რომელმაც ნერვიულობის გამო ლაშას ვერცერთ ორთაბრძოლას ვერ უყურა, იმ დღეებს იხსენებს, როდესაც ზუსტად 4 წლის წინ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პეკინის ოლიმპიადის გახსნას უყურებდა, ლაშა შავდათუაშვილი და მისი ოჯახი რუსული აგრესიის გამო იზოლებული იყო მშობლიური კარალეთი დაეტოვებინა. ომის პერიოდში ზუსტად ოლიმპიადა რომ იხსნებოდა, ზუსტად იმ დღით მე იმ დღეებში რომ ჭიდაობდნენ ჩვენი სპორტსმენები, ბოლო დღეებში გავრბოდით. და ლაშას ჯვარი ეჭირა ხელში და ლოცვის წიგნი და ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ მეორე ოლიმპიადაზე ჩემი შვილი გახდებოდა ჩემპიონი. ლაშა შავდათუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე კარალეთში ამ სახლში გაიზარდა. სპორტული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა წლების განმავლობაში ამ თვითნაკეთი ხელსაწყოებით ვარჯიშობდა. თუმცა მთელი მსოფლიოს გასაკვირად და საქართველოს სასახელოდ 20 წლის კარალეთელი ფალავანი დღეს ოლიმპიური ჩემპიონი და შესაბამისად პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტია.